გამარჯობა, ქალბატონო ასმათ. ძალიან ბედნიერი და გახარებული ვარ, რომ კიდე ხედავთ ჩვენს პოდკასტში. არა მარტო იმიტომ, რომ გვიყვარხართ როგორც პიროვნება და როგორც მეცნიერი, არამედ იმიტომ, რომ ძალიან საინტერესო თემაზე გვაქვს დღეს საუბარი და დიდი ხანი მინდოდა მე რომ დაგვეთმო ზეტისთვის ყურადღება დიდი დავით კაკაბაძის აი ამ ეპოქალური ნამუშევრისთვის, აი როგორც შეიძლება ვთქვათ, შედევრია, ანუ მისი ნამუშევრების გვირგვინია და ჩვენი პროექტი ღანი სიყვარული როგორც განხთობის გზა მოუწოდებს ახალგაზრდებს, რომ შექმნან ნამუშევრები, რომლებიც შეუწყობენ ხელს ადამიანს სრულყოფისკენ, წარმართავენ ღვთისკენ და გაახსენებენ, რომ სიყვარული არის მარადიული ღირებულება, რომელიც ამოძრავებს დედამიწას, როგორც თქვა დიდმა მწერალმა, რომ დედამიწა სიყვარული ამოძრავებს. რა გვითხრა დავით კაკაბაძემ თავის ზეთში? მოგესალმებით, დიდი მადლობა, ჩემთვის ძალიან სასიხარულოა აქ მოსვლა და განსაკუთრებით თქვენთან ბატონ ლევან კონტაქტი, რადგან ძალიან კარგად მახსოვს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი და ჩემთვის სასიხარულო იყო ის დიალოგი, რომელიც 1 წლის წინ გაიმართა. რაც შეეხება დავით კაკაბაძის ქანდაკებაზეც, ის მართლაც რომ გენიალური ქმნილებაა, თუმცა ყველაზე გაუცნობიერებელი რამდენი წლის წინ და რამდენი წელია მე ვფიქრობ მის საზრისზე. მაგრამ ღვთისგანგებით ისე მოხდა, ბევრი გადადების და მოგხსენება, სხვადასხვა მიმართულების გათვალისწინებით, რომ დღეს სწორედ აქ ამ პროგრამაში ვკითხულობ დღანს. და რატომ? ჩემი მხრიდან კიდევ ერთი мотивация ამ პროექტში ამის წარმოდგენისა საიდან მომდინარეობს. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამ პროექტის მიზანი არის ამ განხთობის ფარგლებში ახალი და ახალი კრეატიული ქმნილებების შექმნა, წარმოჩენა. დავით კაკაბაძის კონცეფცია ძალიან საინტერესო. დავითი, რომელიც მთელი ცხოვრება სწავლობდა ქართული კულტურის ისტორიას, წარმოუდგენელი რაღაცები აქვს მას შესწავლილი და გაკეთებული, თვლიდა, რომ ეროვნული ფორმა არ არის გაყინული. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ის მუდმივად ცვალებადია, მაგრამ არის კონსტანტური ამასთანავე. და მისი ქანდაკება ზეტი, იგივე განგმირული თევზი, არის ერთ-ერთი ბრწყინვალე ნიმუში სწორედ დავით კაკაბაძის ამ კონცეფციის განხორციელებისა. თვითონ ამ ზეწზე შეიძლება ვილაპარაკოთ. დავითი ცნობილია, რომ თავის ნამუშევრებს სახელებს არ არქმევდა. სერიალები იყო, სერიები დიდი, მაგალითად იმერეთის სერია, ბრეტანის სერია და ასე შემდეგ. სადაც პირობითად შეიძლებოდა რაღაც ვარირება სახელის. მაგრამ ზეტი არის გამორჩეული, ისევე როგორც იმერეთი დედაჩემი. ახლა მე ვსარგებლობ შემთხვევით და ვაცნობიერებ იმას, რომ 1918 წელს როდესაც დამყარდა საქართველოს ეს სამწლიანი დამოუკიდებელი რესპუბლიკა, გარდაიცვალა ფიროსმანი. და ამავე წელს დავით კაკაბაძე ქმნის იმერეთი დედაჩემს ამ არაჩვეულებრივ ნაწარმოებს, რომელიც ჯერ კიდევ ჩვენ საზოგადოებას ბოლომდე არ აქვს გაცნობიერებული. მისი ეროვნულობა, მისი საყოველთაობა და ასე შემდეგ. თვითონ ეს ქანდაკება ზეტი, მისი სახელწოდება ზეტი განგმირული თევზი პირობითია. ხელოვნების ისტორიკოსები ქმნიან, რომ ის დავითის დარქმეული არ უნდა ყოფილიყო. ახლა თვითონ ეს ისტორია საინტერესო, რომ 1926 წელს ამერიკიდან ჩამობრძანდა ქალბატონი კეთრინ დრაიერი, რომელსაც ბრუკლინის მუზეუმისგან ჰქონდა დავალება, შეეგროვებინა პარიზში და ის მაშინ მოგხსენებათ იყო, როგორც ეძახდნენ მეკას თანამედროვე ხელოვნების დიდი კოლექცია, რათა ბრუკლინის მუზეუმში მოეწყოთ გამოფენა. მან მართლაც შეიძინა ძალიან ბევრი ნამუშევარი და ეს გამოფენა ბრუკლინში მოგვიანებით მიეძღვნა კანდინსკის დაბადების 100 წლის თავს. და საინტერესოა, რომ დრაიერმა ძალიან მალე პარიზში ჩამოსვლიდან დაურეკა დავით კაკაბაძეს და უთხრა, რომ მან შეიძინა მისი ქანდაკება და აღფრთოვანებულია და
მოინდომა კიდეც მასთან შეხვედრა. შემდეგ ეს არის 1926 წელი. დრაიერს მიაქვს სხვა ნამუშევრებთან ერთად დავით კაკაბაძის ქანდაკება ზეტი და მისი აკვარელური კომპოზიციები. თვლიან, რომ სახელი ზეტი შეიძლება დაერქმია განგმირული თევზი დრაიერს. მაგრამ აღსანიშნავია, რომ ერთი ფაქტი არ შესწინააღმდეგებია დავითი ამ სახელწოდებას. მიიღო. მაგრამ მე მინდა თქვენი ყურადღება გამომახვილო ერთი ძალიან საინტერესო ჩანაწერზე, რომელიც გამოქვეყნდა დავით კაკაბაძის არქივიდან. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გამოვხატო ჩემი დიდი მადლიერება ბატონ პარმენ მარგველაშვილის მიმართ, რომელმაც აი იმ გაჭირვებულ წლებში ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დავითის მემკვიდრეობა გამოეცა და მან გამოსცა არქივიდან ასეთი წიგნი, გამოსცა აგრეთვე ქართული ორნამენტის გენეზისი დავითის ნაშრომი. აქვე მინდა ვთქვა, რომ ამ ნაშრომმა ლივს გამოაღწია ცოცხალმა, რადგან დაიწვა ხელნაწერი და ყველამ გამოვიტირეთ დავითის ეს უნიკალური ნაშრომი, მაგრამ ქალბატონმა დეა ჯაბუამ, რომლის კომპიუტერშიც აღმოჩნდა ძალიან ცუდი და შავი სამუშაო მასალა, 3 წელი მოანდომა, მან გადადო ყველაფერი და ის კარგად იცნობდა ბატონ დავითს. მის სახელოსნოში გაიზარდა, როგორც ამბობს, დედამისი ქალბატონი ნელი ჩიქოვანი იყო დავითის მეუღლის ეთერ კაკაბაძის მეგობარი. ამ 3 წლის განმავლობაში მან პრაქტიკულად თავიდან დახატა ეს ორნამენტი და ჩვენ გვაქვს შემორჩენილი. აი ამ ჩანაწერებში მე მინდა ყურადღება გავამახვილო ერთ ფრაგმენტზე. რას წერს დავით კაკაბაძე სწორედ ზეტის შესახებ. ჯვარი, ჯაჭვი, ჯორი, მიჯნური, ქართული ამბანის ჯ არის სახე ჯვარისა. ჯვარი, ზვასტიკა, ერთი ძირი უნდა იყოს ლათინური ზეტი, გადაჯვარინების სახისა, გავს ჩვენ ჯვარს. აი აქედან ჩანს, რომ დავითისთვის ჯვარი და ქართული ასონიშანი ჯვარი და ლათინური ზეტი არის ერთი სემანტიკის და ვთქვათ არქეტიპში. ასე რომ მას ეს სახელწოდება იმ თავითვე უნდა გაეზიარებინა. ჩვენ კიდევ არ ვიცით, მან დაარქვა თუ კეთრინ ტაიერმა, მაგრამ თავარი ეს არ არის. მე ნებამბოძეთ კიდევ აი ამ ზეტის ისტორია ცოტა გავაგრძელო ამერიკაში, რა ბედი ეწია მას. საინტერესოა. ბრუკლინში მოეწყო გამოფენა, დიდი წარმატება ჰქონდა. ამ გამოფენამ იმოგზაურა ამერიკის სხვადასხვა მუზეუმში. მაგრამ საბოლოოდ მე ისე მოხდა, რომ ზეტი აღარ ჩანს. და როდესაც 1952 წელს გარდაიცვალა ქალბატონი კეთრინ დრაიერი, მის პირად კოლექციაში, მის სახლში იპოვეს გადაფარებული ქანდაკება ზეტი. მას იმდენად უყვარდა ეს ნამუშევარი, რომ ზეტი თავისთან დაიტოვა. და უკვე 52 წლიდან მისი ეს ქანდაკება და კიდევ სხვა გრაფიკული ნამუშევრები გადადის იელის უნივერსიტეტში. და იმდენად დიდი აღიარება მოიპოვა, რომ დღემდე სხვათა შორის, იმიტომ რომ წელსაც იყო ეს შემთხვევა, როდესაც ჩადიან ხელოვნებაცოდნეები, ახალგაზრდები, რათა კვალიფიკაცია გაიარონ იელის უნივერსიტეტში, აუცილებლად პირველ რიგში გამოაქვთ ქანდაკება ზეტი, სასწავლო პროგრამის მოუცილებელი ნაწილია. კეთრინ დრაიერი გარდაიცვალა 1952 წელს, ამავე წელს გარდაიცვალა დავით კაკაბაძე საქართველოში. ეხლა ჩნდება ასეთი კითხვა, ბუნებრივია, რატომ გამოგვაქვს ჩვენ ქანდაკება ზეტი? დღეს განხილვისათვის ეს ქანდაკება ითვლება აბსტრაქტულ ქანდაკებად და სახელი არის ძალიან პირობითი. და როგორც აბსტრაქტულ ქანდაკებას, მას თითქოს თავისი საზრისი ნაკლებად მოეძებნება. ჩვენ თუ შევხედავთ, არსებითად ეს არის ისეთი გეომეტრიული დეტალებისგან აწყობილი ფორმა, რომელიც ორნამენტის საფუძველში შეიძლება ამოვიკითხოთ. მე მხედველობაში მაქვს აქ კვადრატი, რომელზედაც დგას ქანდაკება, შემდეგ ნახევარწრე, ამასთანავე სპირალი, რომელიც ამოდის ნახევარი წრიდან, იხვევა სპირალში ჩასმული წრე მინით, შემდეგ ხაზი
წრფე, რომელიც გაყრილია თევზის სხეულში. აი ეს ელემენტები გვეუბნება იმას, რომ აქ სახვითობა მინიმუმზეა დაყვანილი. დავით კაკაბაძემ პრაქტიკულად შექმნა თანამედროვე ხელოვნების ისეთი ფორმა, სადაც იმიტაცია, ვიზუალური გამეორება რაღაც ფორმების მინიმუმზეა დაყვანილი. ეს ნამდვილი აბსტრაქტული ხელოვნებაა. და აქვე მე არ შემიძლია არ მოვიყვანო წმინდა დიონის არეოპაგელის ერთი აზრი, როდესაც ის ლაპარაკობს სიმბოლოების შესახებ. ხა შეიძლება ცოტა თითქოს მოულოდნელად გადავედი სხვა სფეროში. ძალიან მოულოდნელი იყო ახლა დიონისი არეოპაგელი. რა თქმა უნდა. როდესაც წმინდა დიონისი არეოპაგელი ზეციური იერარქიას აღწერს ანგელოზთა დასებს, შემდეგ სერაფიმებს, ქერუბინებს და ასე შემდეგ განმარტავს ცხოველებსაც, ის უცებს სვამს ასეთ კითხვას. არის ფიქრობთ თქვენ, მე პერიფრას ვაკეთებ ძალიან ისეც თამამ პერიფრას იმისთვის რომ აზრი უფრო მკაფიოდ გამოიხატოს. არის ფიქრობთ თქვენ, თითქოს ცაში ბორბლები ტრიალებენ, ფრთების შრიალი ისმის და ასე შემდეგ. ეს გამოცხადებითად უფალმა გააკეთა იმისათვის, რომ ის მისტიკური მიუწვდომელი დაფარული ადამიანისთვის გასაგები ყოფილიყო. ჩვენ ვიცით, რომ ადამიანის აღქმას აქვს თავისი დიაპაზონი, ეს არის ბგერითიც, ფერითიც და ასე შემდეგ. ამიტომ როგორც ჩანს აი ამ წმინდა დიონის არეოპაგელის ამ განსაზღვრებიდან ყოველი გამოცხადება, რომელიც კაცობრიობას მოეცა, არის ადამიანისთვის ნაცნობი ფორმებით, სახეებით, რომ ჩვენ ის ადვილად წარმოვიდგინოთ. და მეორე კიდევ რას ამბობს წმინდა დიონის არეოპაგელი, რომ სიმბოლო როგორც ავლენს, ამასთანავე ფარავს, საზრის. ანუ იგავარაკია. და რატომ იქვე ამბობს, რადგან ყოველი მაყურებელი დამხმელი არ არის ბოლომდე კეთილი. ანუ აი ჩვენ ალბათ მე ერთი სტატია მქონდა ხახულის სამხრეთ ფასადის არწივზე. რომელსაც კვანჭებში უჭირავს ნადავლი და რაღაც საშნელი და გაუგებარია, რა უნდა არწივს იქ, მაგრამ საბოლოოდ, როდესაც ის იშიფრება, ჩანს, რომ ეს არწივი არის სიმბოლო სულიწმინდის და იქ არანაირი ნადავლი არ არის, ეს არის მსხვერპლი წუთის სოფელში ჩავარდნილი ადამიანი, რომელმაც სულიწმინდამ განჭვრიტა ზეციური სიმაღლიდან ამოიყვანა კვანჭებით ზეცაში და გადაარჩინა. ანუ ეს არის გადარჩენის ხატი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მე მაშინ ასე დავამთავრე კიდეც, რომ ეს სტატია, რომ ეს გამოსახულება არ არის ერთმნიშვნელიანი. ვიღაცისთვის არის არწივი, როგორც სულიწმინდის სიმბოლო, ვიღაცისთვის კი ზოომორფული გამოსახულება და შეიძლება ზოოპარკიც კი გაახსენდეს, ზოოპარკის არწივი. ასე რომ სიმბოლო აუცილებლად გულისხმობს სათანადოდ მომზადებელ ადამიანს და იმის მიხედვით გაეხსნება მას, რა დოზითაც ის ამისთვის არის მზად. ანუ კარგ თქმელს კარგი გამგონი. დიახ, და მას შეიძლება ქარაგმაც უწოდოთ, სიმბოლური, სახეობრივი ქარაგმა, შეიძლება იგავ არაკი უწოდოთ, ანუ არაკი არის და არც არის. აი ეს არის სიმბოლური მნიშვნელობა. ეხლა ამაზე რატო გავამახვილე ყურადღება? იმიტომ რომ ის რაც დღეს ჩვენ შეიძლება აქ წარმოვადგინოთ, სწორედ ეფუძნება აი ამ პრინციპს, რომ სახეები არ არიან პირდაპირი გაგებით გამომსახველი. მე ვამბობ სიმბოლურ სახეებზე. თადოთ ჩვენ ახლა დეშიფრირება, ანუ რას მოგცემს ეს კანდაკება. კიდევ ვიმეორებ, ხელოვნება მცოდნეები, უცხოელების და რამდენადმე ჩვენებიც ერთმნიშვნელიანად ამბობენ, რომ ზეთში საზრისი არ არის, ის არის აბსტრაქტული, არაჩვეულებრივი, უდახვეწილესი, პროპორციულად, ფერით, ფაქტურით და ასე შემდეგ, მაგრამ მაინც აბსტრაქტული ქანდაკება. ახლა საიდან გამიჩნდა მე ეს აზრი, რომ მეცადა მისი დეშიფრირება, როგორც უკვე წაგიკითხეთ თვითონ დავით კაკაბაძის საარქივო ჩანაწერიდან, როდესაც ის ამ სიტყვას Z-ს გვიან უკვე იხსენებს როგორც უმნიშვნელოვანეს და აი სხვა ფრაგმენტებსაც თუ გადავხედათ, ამბობს რომ ჯვარი, სვასტიკა, წნული, ეს არის საფუძველი ქართული ორნამენტის. ანუ მისი დეშიფრირება შეიძლება და მეორე მესიჯი
ასევე რომელიც გვაძლევს მიმართულებას როგორ წავიკითხოთ სწორედ ამ არქეტიპების ენაზე არის სახელი განგმირული თევზი. ახლა მოდით შევხედოთ ამ განზომილებით შეგვიძლია კი აქ რაიმე შიფრიდან განგმირული თევზის დავინახოთ. და საერთოდაც რას წარმოადგენს ეს ქანდაკება? კიდევ ვიმეორებ, ის არის გეომეტრიით აწყობილი, როგორც ქალბატონა ქეთევან კინწურაშვილმა უწოდა, ძალიან მომწონს ეს სახელი, ეპოქის პლასტიკური ორნამენტი. ანუ ეს არის სამგანზომილებაში გადატანილი ორნამენტი. ჩვენ რას ვხედავთ ზეტის ამ გამოსახულებაზე? ეს არის კვადრატი, საიდანაც ამოდის ნახევარწრე, ამ ნახევარწრიდან ამომართულია უკვე სპირალი, რომელიც შემდეგ ეხება მოგეხსენებათ სპირალი ან წერტილიდან ამოდის და იშლება. ამ პირიქით იკეცება წერტილში და იქ სადაც ის წერტილში უნდა გადავიდეს თითქოს დავითმა ჩასვა ლინზა. ახლა საიდან ქონდა მას ეს ლინზა მოგეხსენებათ, დავითს ქონდა უნიკალური გამოგონება, რომელიც აღიარა საფრანგეთში ერთ-ერთმა ორგანიზაციამ, სამწუხაროდ ისინი მერე გაუქმდნენ და მისი პატენტი მიღება ვერ მოხერხდა და რუსეთმა წაიღო მთელი ეს გამოგონება სტერეოკინოსი და ექსპერიმენტებისათვის მან შეიძინა უამრავი მასალა. მოგეხსენებათ, რომ დავითი იყო წინვალე მხატვარი, მაგრამ ის იყო ანალიტიკოსი, ბუნებისმეტყველი, კიდე ერთი შესანიშნავი ნიმუში იმისა, თუ რა აუცილებელია ინტერდისციპლინური და ფართო განათლება, რასაც ჩვენ სამწუხაროდ დღეს ნაკლებად ვხედავთ ჩვენს განათლების სისტემაში. და ის დავითის ეს ინტერდისციპლინურობა უნიშნელოვანესია მისი განათლების. და ის როგორც ფიზიკოსი, როგორც ბიოლოგოსი ირკვევს სამყაროს. ეხლა დავუბრუნდეთ ისევ ზეთს. მე პირველ რიგში მინდა ასევე გავამახვილო ყურადღება იმაზე, თუ რა მასალით არის ეს ქანდაკება გაკეთებული. ეს არის ხე, ლითონი და ლინზები ძირითადად. აქვე მინდა მე მოგახსენოთ, რა თქმა უნდა მე ეს ქანდაკება არ მინახავს. მხოლოდ აი რამდენიმე ფერადი სხვადასხვა ასპექტიდან გადაღებული გამოსახულება აქვს. ჩვენ არ მოგვეპოვება დღეს ინფორმაციისთვის არც მისი ვიდეო ფიქსირება. აი შემდეგ ვიტყვი რომ ალბათ კარგი იქნება თუ წელს საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლის თავის წელს ზეტი რაღაცნაირად მოხდება საქართველოში. თუ მოხდება საქართველოში იქნება მართლა ძალიან საინტერესო და კარგი, მაგრამ თუ ეს არ მოხდა, ძალიან კარგი იქნება თუ ვიღაცა შეძლებს და კარგად გადაიღებს ამ რა თქმა უნდა. შევარს. იმიტომ რომ თვითონ ზეთს სხვადასხვა ხედიდან ეცვლება ასპექტები. უпростоრად ეს არის დინამიკა, რომელიც საიდან მოდის? დავითის კინოგამოცდილებიდან. დინამიკური ეხლა ცადოთ აი გავაგრძელოთ. თუ ვხედავთ ჩვენ თევზს. პირველ რიგში მე ასე მგონია, რომ ეს სპირალი, რომელიც ამოდის და ნახევარი წრე, რომელზედანაც ის ამოდის, გარკვეულად შეიძლება წარმოვიდგინოთ თევზად, რომელიც ხტება წყლიდან. კი ბატონო. თქვენ მოქანდაკებდანდებით და მე მგონი დამეთანხმებით, რომ პროპორციულადაც კი თითქოს კუდი არის, აი ესეთი აპრეხილი კუდი ამის ნიშანი. შემდეგ, აქვე მე მინდა შემოვიტანო ფერითი სიმბოლიკა. თევზი მოგეხსენებათ თეთრმუცლიანია. ხშირად ის არის ვერცხლისფერი და ასევე დაუყვება წითელი ან შვიდისფერი. აქ ჩვენ ხედავთ ზუსტად იგივეს, მუცელი პირობითად არის თეთრი, დაბლიდან ჩასმულია ეს მუქი, მე არ ვიცი რა ფერია, ვერ დავდებ თავს, ეს ესეთი ღრმა წითელია თუ სულად ჩვენდისფერი, ზოგიერთ რეპროდუქციაში ორივეა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში წითელია და ზოგადად ვერცხლისფერი ჭარბობს. ასე რომ თავისი აბრისითაც და აგრეთვე ფერითი მინიშნებებითაც ეს ნამდვილად თევზს შეიძლება მოგვაგონებდეს. ახლა აქ არის საინტერესო კიდევ ერთი განგმირული თევზის ასეთი კომპოზიტი. მართლაც ვხედავთ ჩვენ, რომ ამ თევზს აქვს დიაგონალურად გაყრილი რკინა. თავისთავად სემანტიკურად განგმირული თევზი ძალიან დიახ, ანუ ჩვენ შეიძლება მე შევკრათ ეს ყველაფერი
და ეს არის ისე გაყრილი რკინა, რომ მარჯვენა მხარეს აწეულია და მარცხნისკენ იწევა და უნებლიეთ გახსენდება ჯვარი, რომელიც სლავურ სამყაროში ძალიან ისეთი საყვარელი ფორმაა და მიღებულია, რომელიც მონიშნავს მართალ და ცოდვილ ავაზაკს. ასე რომ ამ თვალსაზრისითაც ჩვენ ჯერჯერობით მივყვებით თევზის ცნებას. მნიშვნელოვანია აგრეთვე ის, რომ ეს ქანდაკება შესრულებულია ხისგან. დაფერილობა არის ხეზე დატანილი. ახლა რატომ აქვს ამას ასევე ძალიან ისეთი მესიჯური განზომილება? ჩვენ ვიცით, რომ განგმირული თევზი, ანუ თუ მას სინონიმს მოუწევთ უფალი გოლგოთაზე, ეცვა ჯვარზე. რომელ ჯვარზე? რომელიც გამოჭრილი იყო სამოთხის ედემის ბაღის სიცოცხლის ხის ნერგისგან. ვიცით, რომ უფალმა ლოტს გამოუტანა ტოტი, ეს ტოტი რომ დაირგო იქიდან 3 ხე აღმოცენდა, ერთმანეთს გადაეჯაჭვა და ხე მოიჭრა სოლომონის ტაძრისათვის მეშვიდე სვეტად. მაგრამ ის არ დაემორჩილა მას და გაბრაზებულებმა გადააქცეს. შეურაცხყვეს და მას დადიოდა ყველა, თუმცა ძალიან საინტერესო სახელი დაარქვეს უნებლიეთ ამ შეურაცხყოფაში. მასე შეურაცხყვეს უფალიც, როდესაც ძოწეული მოასხეს, მაგრამ ეს ძოწეული სწორედაც რომ აჩვენებს, რომ ქრისტე არის სრულად ღმერთი, მიუხედავად იმისა, რომ ჯვარც მისთვის მიჰყავდათ უმადურ ადამიანებს. და ასევე ეს სახელი რა უწოდეს? ხიდი. რადგან ეს არის ხე, ეს შეურაცხყოფილი ხე, რომლისგანაც გამოიჭრა გოლგოთის ჯვარი, რომელიც მართლაც რომ ხიდი გახდა კაცობრიობის გადარჩენისთვის, ხიდი სასუფეველში შებრუნების. და ხეს აქვს ძალიან დიდი სიმბოლური დატვირთვა. შემთხვევითი არ არის, რომ ხე და ადამიანი ხშირად დარდებიან ერთმანეთს. აი ჩვენ ქართული ენა რომ ავიღოთ, ხერხემალი, ხორხი, რომელიც ხარხი შეიძლება იყოს, ხელები, ფეხები, შემდეგ კუჩხა, ჩხა მაგალითად კახეთში ქვია მოგეხსენებათ ერთი ტოტიდან გამოსულ ბევრ პატარა ტოტს და ჩხა არის ეს ხო და კუჩხა რა არის? ნუ შეიძლება ნიშნავდეს დაბალს, მე ხო ამ სიტყვაზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ ჩხა ეს არის ფეხი, რომელიც 5 ტოტით არის გაშლილი. შემდეგ ხე პირველ ფსალმუნში ადამიანი დარდება ხეს. ნეტარარს კაცი, რომელი არა მივდა ზრახვას აუხთუთას, ეს ყოველს მოიხსენება და იყოს იგი ვითართ სახეი დანერგული თანა წარსადინელ საწყალთასა, რომლისა ფურცელი არადოს დასცვი, ხო? ასე რომ ხე როგორც ნივთიერება არის დიდი სემანტიკური ველის მომცველი. ის გულისხმობს აუცილებლად სამოთხის სიცოცხლის ხეს, რომლის ნაყოფი ადამიანმა ვერ მიიღო, იმიტომ რომ გაურჩებული უფალმა გამოისტუმრა წუთის სოფელში, რათა თავისი ტანჯვით და ვაებით გონზე მოსულიყო. და გამხდარიყო ღირსი, რომ ღვთის ეს წყალობა გადამრჩენელი ნაყოფი უღირს არ მიიღო და სამუდამოდ არ დარჩენილიყო დაცემული. ადამიანის დაცემა ნიშნავდა მთელი კაცობრიობის დაცემას. ანუ ადამიანი რომ დაცემულიყო, მაშინ ჩვენ აღარ გვეყოლებოდა არც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, არც იოანე ნათლისმცემელი, რომელზეც თვითონ უფალი ამბობს, რომ მუცლით ნაშობთა შორის ის ყველაზე აღმატებულია. ესე იგი, ისევ დაუბრუნდეთ ამ კონტექსტს, რომ ზეტის სხეული არის ხე. ის განგმირულია ლითონით. ლითონსაც თავისი დიდი დატვირთვა აქვს, რადგან ღმერთის განღება უფლისათვის გოლგოთაზე მოხდა სწორედ შუბის წვერით. და მე მგონი ძალიან საინტერესო, ანუ იგავი, რაზეც დიონისე არეოპაგენით დავიწყე, აქ სახეზეა. ვიღაცისთვის ეს დღემდე და შეიძლება მერეც დარჩეს დეკორატიულ ქანდაკებად, მაგრამ მეორეს მხრივ ჩვენ თუ ჩავსვამთ ფერის სიმბოლიკას, მასალის სიმბოლიკას, პროპორციებს, სახელ თევზს და ჯვარს, პრაქტიკულად ჩვენ გაგვეხსნა ეს როგორც დაშიფრული სახე გოლგოთის. აი ამ თვალსაზრისით კიდევ ნიშანდობლივია საყრდენი ქანდაკების. ის დგას კვადრატზე. კვადრატი მოგეხსენებათ, რომ არქეტიპით არის მიწის სიმბოლო.
და ძალიან საინტერესოა, რომ შეღებილია ლურჯად. ეს ლურჯი არის ფერი იდუმალების და ფერი ზღვის. და ზღვა მიწის პარალელურად ასევე წუთისოფლის ერთ-ერთი სიმბოლოა. იმ ცხუნვარე ისრაელში უფალმა სწორედ ზღვიდან გამოიყვანა მოციქულები. ხო ასეა. და ჩვენ ვიცით, რომ წარღვნა მოხდა ზღვაში, ზღვა თავისი მოულოდნელობებით, ღელვით, მზაკრობით, ნამდვილად წუთისოფლის ამაოებისა და სწორმასწორობის სიმბოლოა. სადაც დაინდგა იმდროინდელი კაცობრიობა, ხო, ზღვაში დაინდგა. ჩაინდგა, დიახ. და სხვა შორის ძალიან საინტერესოა, რომ უფალმა მან დადო პირობა, რომ მე შეებრალა თავისი ქმნილება, მეტი წარღვნას აღარ მოაწყობდა და ისიც აი მოდით ახლა გადავუხვიოთ, მაგრამ საინტერესო გადახვევა შეიძლება იყოს მსმენელისთვის, რატომ გამოჩნდა ნათლისღების დროს სულიწმინდა მტრედის სახით. ჩვენ ვიცით, რომ სულიწმინდას არ აქვს ერთი სახე. მას აქვს სხვადასხვა სიტუაციაში, ხან ღუბლის სახით არის, ხან არის ცეცხლის სახით. და რატომ გადმოვიდა მტრედის სახით? აი საკითხავები გვიჩვენებს და თვითონ ნათლისღების დღესასწაულის შინაარსი, რომ აქ მითითება და გახსენება არის წარღვნის. მტრედი, რომელიც ნიშნავს ღვთისაგან წარღვნის შეწყვეტას და შეწყალებას. და კიდევ ამავე კონტექსტში უნდა მოვიყვანოთ თვითონ ნათლისღების საიდუმლოს თვისობრიობა. ჩვენ ვიცით, რომ ის შედგება ორი ნაწილისგან. პირველი ნაწილი ეს არის წყალში სამჯერ ჩაფლა წმინდა სამების სახელზე და ამ დროს რა ხდება თურმე. ჩვენ ვფიქრობთ იქ, არ ვიცი მე ნათლობის გაგრძელებაზე, მაგრამ რა ხდება იქ? აი ამ სამჯერ თაფლის შემდეგ პრაქტიკულად ხდება წარღვნა. ოღონდ უნივთო, კეთილი, უხილავი და პრაქტიკულად ეს არის ადამიანის გაფილტრა წოდებისგან. და იმ წუთში ადამიანი რომ მოინათლოს, მოუნათლავი ადამიანი, რაც არ უნდა დიდი წოდები გქონდეს, ის მისთვის ნათლისღება არის. ანუ წყალს გაატანს. რა თქმა უნდა, ანუ ეს არის ახალი წარღვნა. კეთილი, შემწყნარებელი, უხილავი. და იმდენად უხილავი და კეთილი, რომ ჩვენ ხშირად ვერ ვხვდებით, რას ვესწრებით ნათლობის დროს. ხოცა ცოდვათა. ცუდათა ახსოვცა და აი ამ გაფილტრო ევმანუილივით გაწმენდილი ადამიანის ბუნებას ღმერთი ანიჭებს მერე სულიწმინდის მათს და სულიწმინდა შედის ადამიანის არსებაში და ამაზეც ალბათ მერე ვილაპარაკებ თუ რა მხელა მნიშვნელობა აქვს ამ თანამშრომლობას ღმერთსა და ადამიანს შორის. ასე რომ წყალი ნათლისღება და ლურჯი, რომელიც აქ გამოსახულია, ისევ რომ დაუბრუნდეთ, არის ზღვის როგორც წუთისოფლის სიმბოლო. ანუ საქმე გვაქვს ჩვენ ზეტის საყრდენთან, როგორც მიწის გაფართოებულ სიმბოლოსთან. ის ერთდროულად არის როგორც კვადრატი მიწა და როგორც ლურჯი ზღვა. ახლა რას ვხედავთ ჩვენ? რომ ეს ჯვარცმული თევზი ამოდის მიწიდან, მისი საყრდენი არის მიწა. ხო გავაგრძელოთ გავადევნოთ თვალი, თუ არ არის ძალიან დამღლელი, გავადევნოთ თვალი, საით მიდის ეს ზეტის თავი. ძალიან საინტერესო, როგორც უკვე ვთქვით, იქ ეხვევა და ნაცვლად წერტილისა, რომელიც აქვე უნდა ითქვას, რომ თვითონ ის წერტილი თავისთავად არის უსასრულობა. რადგან მათემატიკური განზომილებით წერტილს არ აქვს სიგანე განზომილება და ხშირად ასე გაიაზრებენ კიდეს, რომ ჩვენ რომ წრფეზე არსებული წერტილისკენ ორი მიმართულებით მივიდეთ, მასთან ვერ მოუხვდებით ვერას. ის უსასრულობა. უსასრულობა. არის წერტილი უსასრულობა. ანუ თავისთავად ჩაკეცილი ჩახვეული სპირალი ის არის უსასრულობისაკენ სწრაფი. მე აქ მახსენდება ძალიან საყვარელი ჩემთვის გამოთქმა ყოველივე წმინდა პავლეს ეპისტოლეებიდან, ყოველივე მის მიერ და მისა მიმართ დაებადა. ანუ სპირალის სწრაფვა წერტილისკენ, ეს შეიძლება ჩვენ გავიაზროთ როგორც ქმნილების სწრაფვა წერტილისკენ, ანუ მაროდილობისკენ. ესე იგი დაიბადა წერტილიდან, სხვა შორის წმინდა გრიგოლ ნოსელი აღწერს არაჩვეულებრივად. პრაქტიკულად მე-4 საუკუნეში იწინასწარმეტყველა კი არა გახსნა
დიდი აფეთქების თეორია. ოღონდ განსხვავებით მე-20 საუკუნის ფიზიკოსებისაგან, რომელთა შეხედულებაც დღემდე გრძელდება, ბატონი გიადვალი ამბობს, რომ სამყარო ფართოვდება და ის არც არის ვალდებული, რომ აი წერტილამდე როგორ მოვიდა სამყარო, იმაზე იფიქროს, ან რომ ფართოვდება საითმიდის. თუმცა ამას გრიგოლ ნოსელი გვიყვება. ბერი, რომელსაც არც ჰაბლის ტელესკოპი ჰქონდა, მაგრამ ჰქონდა ყველაზე დიდი ტელესკოპი, ეს არის სული წმინდის მადლი. და ეს ძალიან საგულისხმოა. ახლა რა გააკეთა დავით კაკაბაძემ? ის წერტილი, საითაც უნდა წერტილი, როგორც მარადიულობა, მან უცებ მონიშნა ლინზით. და ეს ერთის მხრივ კიდევ უფრო კონკრეტულს ხდის თევზის მესიჯს, რადგან ეს არის თვალით თითქოს. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს ლინზა არის წრე და როგორც წრე არის მარადიული და თუ გავითვალისწინებთ აგრეთვე იმას, რომ მაღალი ხარისხის ლინზები ამ დროს ევროპაში დავით მარადოსაც იყიდა და დღემდე მზადდება აუცილებლად ძალიან მაღალი ხარისხის ნედლეულისაგან და მაშინ აუცილებლად მონაწილეობს კვარცი, რომელიც არის სინონიმი ბროლის. ბროლია, ხო. ის ბროლია. ეს იგი რა გამოდის? დავითმა ზედა ნაწილში ამ ჯვარცმული თევზის, განგმირული თევზის ზედა ნაწილში თვალის სახით ჩასვა ბროლი და წრე. ახლა ისევ მივმართოთ წმინდა წერილს. რას გვეუბნება წმინდა წერილი? რომ ბროლი არის ზეციური იერუსალიმის ნიადაგი ოქროსთან ერთად. სხვათა შორის ბროლს ძალიან დიდი გამოყენება, გავრცელება აქვს ჩვენს ჭედურ ხატებში. ძალიან ხშირად ის ყველაზე მაღლა არის მოთავსებული. გარდა მაგისა, ჩვენ გვაქვს ეთნოგრაფიაში, როდესაც დღესასწაულებზე შობას ან აღდგომას გადიოდნენ მთაში, ეს იყო სვანეთში, ხევსურეთში და ბროლს ეძებდნენ. და როდესაც მოჰქონდათ იმ ბროლს დებდნენ განსაკუთრებულ ადგილზე. ჩვენ გვაქვს შემთხვევა, როდესაც ეს ბროლი იდებოდა, ასე იგი რამდენიმე საფეხურით გადახურული კოშკის თავზეც, როგორც მოლოდინის ზეციური იერუსალიმის ნიადაგის. და ჩვენ გვაქვს კიდე არაჩვეულებრივად მისტიკური რამ მუცოს საოცარი სოფელია ხევსურეთის მოგეხსენებათ. სულ მაღლა იქ არის აუცილებლად ეს ფოტო უნდა დაიბეჭდოს ადგილი, რომელსაც ქვია ბროლის კალო. ბროლის კალო, სადაც არაჩვეულებრივად არქაული ქვა არის, როდესაც იმ ქვას უყურებდი, მე თავი კრატაზე მეგონა. ისეთი დიდი და მონუმენტურია და ბროლის კალო, ბროლი ეს არის მერვე დღის სინათლე და კალო ბრუნვას ნიშნავს. ანუ პრაქტიკულად ის არის მერვე დღის სინათლის ბრიალის ადგილი. საოცრებაა. ანუ საინტერესოა. ასევე მე აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ყველა ჩვენს და ალბათ მომავალში მსმენელებმა, რომ ბროლი ზეციური იერუსალიმის ნიადაგის ერთ-ერთი ნივთიერება ბაჯაღლო ოქროსთან ერთად. და ბაჯაღლო ოქრო და ბროლი ერთად ძალიან ადვილი მისახვედრია, როდესაც ამ რიგით აზროვნებ, ის არის ტიხრული მინანქრის ნივთიერება. ანუ ტიხრული მინანქარი, როგორც ტექნოლოგია თავისი ენით, ეს არის ზეციური იერუსალიმის მოწმობა. მოზაიკაც რამდენადმე ამას იმეორებს. ასე რომ რა გააკეთა დავით კაკაბაძემ? მან შექმნა საოცარი მთლიანობა. მიწიდან ამოსული ჯვარცმული ფიგურა, რომელიც გადადის ზეციური იერუსალიმის მარადიულობაში. ანუ ჩვენს წინაშეა ჯვარცმით შეერთებული მიწა და ცა. რა მინდა კითხოთ ქალბატონო ასმათ, იცით რომ ჯერ ერთი რამხელა ეს ქანდაკება, რადგანაც ჩვენ ფიზიკურად არ აქვს საშუალება რომ ვიხილოთ, უშუალოდ აი სურათები და დიახ, ეს იგი მე მოგახსენოთ თუ პირადად არ მინახავს, მაგრამ ის დაახლოებით 70 სანტიმეტრისაა. ანუ პატარა ქანდაკებაა. და მე რატო უსვამ ამას ხაზს? ნუ ჯერ ერთი ეს ქანდაკებები, მოდერნისტული აბსტრაქციები შეიძლება ხშირად ყოფილიყო პატარა, მაგრამ ჩემთვის ნიშანდობლი ის არის, რომ წინარე ქრისტიანული ხანის ქართული ქანდაკება
ასევე ძალიან პატარაა და ძალიან დაშიფრული. წმინდა დიონისე არეოპაგელის ჯერ კიდევ არადეკლარირებული პრინციპით, მაგალითად ძალიან ხშირად ირმები ერთვებიან და ასე შემდეგ და ანთროპომორფული ქანდაკებები ძალიან პატარაა. ახლა რატომ? თითქოს ამას არ აქვს მნიშვნელობა. ჯერ რიტუალში ადვილი მოსახმარია. კიდევ უფრო სიღრმეში თუ წავალთ 4-5 სანტიმეტრისაა შულავერის და იმილის გორის ქანდაკებები. ჩვენ გვისაუბრია კიდეც ამაზე, რომ ის რომ გადაიღო გარკვეული რაკურსით, შეიძლება დაუდო ფიდიას გვერდით. ძალიან მონუმენტურია და ქართული ხელოვნების აი ამ მინიმალიზმის არაჩვეულებრივი გამოხატულებაა. საქმე ის არის, რომ აი ეს პირობითი ქანდაკებები და ქანდაკება, რომელსაც გაკერპების დიდი საშიშროება აქვს, თავისი სიმცირის გამო ყოველთვის ექვემდებარება ადამიანს. ადამიანი არის მისი გამგე. ანუ როდესაც უნდა, როგორც უნდა, ისე წარმართავს. და ერთ-ერთი მიზეზი იმის, რომ საქართველო ადვილად გაქრისტიანდა მე-4 საუკუნეში მოიქცა, თუმცა მერე დასჭირდა 13 ასურელი მამის კიდევ ერთი კორექტირება მსოფლმხედველობის, მაგრამ მალე მიიღო ქრისტიანობა და წრომი, რომელიც არის ჩახაზული ჯვრის ტიპის, ანუ იდეალური ფორმულა ქრისტიანული ტაძრის მე-7 საუკუნეში შეიქმნა. ბერძნებს კი ეს თავისი კოლოსალური წინარე ქრისტიანული ხანის კულტურა, ფილოსოფია, ქანდაკება, არქიტექტურა რომ ავიღოთ, ძალიან უშლის ხელს. და ჩვენ ვიცით, რომ 1453 წელს, როდესაც დაეცა კონსტანტინოპოლი, მისი დაცემის ერთ-ერთი მიზეზი იყო წარმართობისკენ ძლიერი შებრუნება. გასაგებია, რომ დაამძიმა. ასე რომ დავით კაკაბაძე აი ამ თვალსაზრისითაც მისდევს ქართული ქანდაკების აი საინტერესოა ახლა ხელოვნებაცოდნეები ზოგადად ახალ შინაარსს პოულობენ ხშირად ამა თუ იმ ნამუშევარში მხატვრულ ნაწარმოებში და აი ეს თქვენი მსჯელობა ამ ზეტის გარშემო როგორ გონიათ დავითი თქვით რომ ზეტს არ შეეწინააღმდეგა როდესაც დაარქვეს ეს სახელი მაგრამ აი რამდენად იცოდა, რამდენად გაცნობიერებული ქონდა აი სწორედ ეს ნარატივი, რომელიც თქვენ გააჟღერეთ დღეს აი ამ დიდი მადლობა, კითხვა ძალიან არსებითი, რადგან ძალიან ხშირად კითხულობენ. ხელოვნებაცოდნე რაღაცას ამოიკითხავს და კი, მაგრამ მან ეს იცოდა. ჯერ დავიწყოთ იმით, რომ ხელოვნების ნაწარმოები, ისევე როგორც ბავშვი, რომელიც იბადება და დედას შორდება. კი, დედასთან ერთად იზრდება, მაგრამ ის დამოუკიდებელი პიროვნება სამყაროში დამოუკიდებელი მოქმედებისთვის იზრდება. ასე ხელოვნების ნაწარმოები. ნამდვილად დამეთანხმებით, რომ ხელოვნების ნაწარმოები იმდენნაირია, რამდენნაირია აღქმელი წყავს და ყოფილა შემთხვევა, როდესაც ცხოველი მიდის და ჭამს ხელოვნების შედევრს. იმიტომ რომ ის ამას ვერ ხედავს. მუსიკაზე კი აქვს რეაქცია, იმიტომ რომ მუსიკა სხვანაირად შედის, სტალით უშუალოდ. და მაგრამ აღქმელი, აი ჩვენ ამაზე უკვე გაკვირვით ვისაუბრეთ იმ თვალსაზრისით, რომ ის ხახულის არწივი ვიღაცისთვის შეიძლება ზოოპარკის გამახსენებელია და ვიღაცისთვის კიდე სულიწმინდის სიმბოლო. ხელოვნების ნაწარმოებიც ასეა. არ მინდა ახლა სხვა მაგალითები მოვიყვანო, მაგალითად ვაჟას როგორ ედავებოდა ვაჟა-ფშაველას ერთი მკითხველი, რომ ფშაველი იყო, რიგით ფშაველი. ღირსება ლუხუმსა ლაშარის გორზე შადგომა ეს ბაქტრიონის ბოლოში. ლუხუმი საქართველოა და ვაჟას უწერია მოგონებებში. მთელი ძალით ვარწმუნებდიო, არ მიგულისხმებიო, შენო. არა, ბოლოს დავეთანხმეო. ასე რომ მისთვის ეს ანუ ხელოვნების ნაწარმოები არის ღია ფორმა, რომელიც ახალ სიცოცხლეს პოულობს ნახველის წამკითხველის დიახ. ახლა დავუშვათ ჩვენ ხო ეს ამოვიკითხეთ გამომდინარე არქეტიპებიდან, ეს ერთი. მეორე, მე მინდა აქ აი ამ კითხვასთან დაკავშირებით განსაკუთრებით გავამახვილო ყურადღება დავით კაკაბაძის პიროვნებაზე. ეს იყო ნამდვილად კრისტალი. მე და როგორც აღსარება ისე ვთქვათ, ერთხელ მუზეუმიდან გამოვდიოდი მოსე თოიძის სრულიად ბრწყინვალე პატარა პასტოზური ესეთი ჩანახატები ვნახე და ამის შემდეგ რომ ვნახე დავით კაკაბაძის ეს ლესირებული მის 7 ფერწერა ვიფიქრე რომ ხომ არ აკლია მას არტისტიზმი და მე რა გაირკვა ბატონო ლევან რომ 1913-15 წლის ჩანახატებში დავითი პასტოზურად წერს
მერე თანდათან მიდის იგულისკენ და ის მისი აბსტრაქტული რელიეფები, არ ვიცი, ათასნაირ სახელს უწოდებენ, იგივე ეს ზეტი საერთოდ ადამიანის ხელშეხებას აღარც კი გვიჩვენებს. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს წარმოუდგენელ თვისებას დავით კაკაბაძის სულიერი წყობის, როდესაც ის თავის თავს კი არ გამოხატავდა, რომ მე გენიალური მიქელანჯელო მე ვარ და ასე ურდიდებული ხარ ღმერთო ჩემში. ესეთი მონასმი მაქვს და ესეთი მონასმი. პირიქით, ის აკეთებს წარმოუდგენელ მსხვერპლშეწირვას ანონიმობის თვალსაზრისით და ამით ის დგას ძველი ქართველი საეკლესიო ქრისტიანი მოღვაწეების გვერდით, მათ დასშია. და ამ კუთხით ჩვენ რომ გადავხედოთ კიდეც მის მემკვიდრეობას, იგივეთი იმერეთი დედაჩემი, ბატონ ლეო რჩეულიშვილს რა უწერია, რომ იმერეთის მიწა, რომელიც ალაგ-ალაგ არის გასხივოსნებული ოქროსფერით, ეს გარეთ მზით კი არ არის განათებული, არამედ ის თვითონ შიგნიდან ამოაშუქებს ოქროსფერს. მსგავსად ხატისა, რომელიც ხატი, რომელიც ნათდება არა გარედან, მაგალითად მადონა ლიტა განათებულია აშკარად ზემოთ და მარცხენა კუთხიდან შემოსული სინათლით. ხატებს არ ჭირდებათ ფიზიკური სინათლე, სინთით. დავითს ამისი განცდა ჰქონდა. მერე თავის ჩანაწერებში, როდესაც ის საფრანგეთშია და აქტიურად არის ჩართული ამ თანამედროვე ხელოვნებაში, ძალზედ ინტენსიურად ლაპარაკობს ოცნებაზე, სივრცეზე და ის ამბობს, რომ ხელოვნების ნაწარმოების ერთ-ერთი აუცილებელი თვისება არის სივრცე და კიდე გაბრწყინვალებაზე ზედაპირის. ეს გაბრწყინვალება, ანუ სივრცისა და სინათლის მოთხოვნა, ეს არის ძირეული და მეთანხმებული ქრისტიანული ცნებები. და მე ვიცით, რომ აშოტ კურაპალატის რელიეფსაც თუ განვიხილავთ, იქ ჩვენ არამც თუ ერთს, არამედ 5-6 ნაირ ვარიანტს სივრცის გამოსახვისას ხედავთ. და იმიტომ რომ სივრცე არის სიკეთის ნიშანი და უსივრცეობა კრულისა და ჩაკეტვის და ჯოჯუხეთის სიმბოლოა მართლა ბოლოს და ბოლოს. ასე რომ აი ამ ნიშნითაც დავითი ანონიმურია, დავითი ფიქრობს სივრცეზე, დავითი ფიქრობს სინათლეზე, ანუ ის არის ნამდვილად ქრისტიანი. აი რა მინდა იცით კითხოთ, ბოდიში ხوار გაწყვეტინებთ. დავით კაკაბაძე როგორც მხატვარი, ვიცით რომ არის ფერმწერი, გრაფიკოსი და ეს ერთი ქანდაკება აქვს, ხო? დიახ. და როგორც ვარკვევთ, ახლა ეს ქანდაკება შეიძლება ითქვას, რომ არის მისი რაღაც შემოქმედების ერთგვარი შემაჯამებელი. რეზუმეა, რეზუმე, ხო და. აი რატო ქანდაკება, როგორ გონიათ თქვენ? რატო არ დახატა ესეთი? მან ბევრი ხატა. აი მისი ეს არაჩვეულებრივი კოლაჟები, ზოგი კოლაჟს ეძახებს, ზოგი სხვა კომპოზიციას, ეს ყველაფერი იყო მზაობა მისთვის, მომზადება, პროცესი. რატომ ქანდაკება, თუმცა ისე უნდა წეღანდელი საუბარი გავიხსენო, ეს ქანდაკება პატარაა, ეს არ არის ანთროპომორფული. ის შეფარულია ორნამენტის ენაში. ენით და აქვე მინდა ვთქვა, რომ დავით კაკაბაძე არის წარმოუდგენელი ქრონოტოპის მომაზრებელი მხატვარი, ძალიან დიდი სინთეზი აქვს, რადგან ვთქვით და გავიმეორებთ, ის აკეთებს ორნამენტი და ორნამენტი არის დამწერლობამდელი დამწერლობა. სად არის ჯერ კიდევ ხელოვნება. ორნამენტით აკეთებს ფერწერის ელემენტებით და ქანდაკების ელემენტებით. ანუ წარმოუდგენელი დარგობლივი სინთეზია კიდევ. და ის ერთი შეხედვით შეიძლება ითქვას, რომ მოგვეჩვენოს, ასე ვთქვათ, რომ ეს არ არის მრგვალი ქანდაკება. რაღაცა სიფტყობრივი წაკითხები უფრო არის, აი, ფასადური შეიძლება ეწოდოს ზოგიერთ ხედს რა. მოდით აი ასე შევხედოთ ბატონო ლევან. რელიეფი. ჩვენ ვიცით, ხა ყველაფერი რაც ამ გამოზომილებიანია პლასტიკის კუთხით შეიძლება ის აღიქვა. მაგრამ ნამდვილი და სერიოზული ქანდაკება გულისხმობს ანთროპომორფულობას. დიახ, აუცილებლად. აუცილებლად, ხო? ახლა მაპატიეთ ძაღლის ქანდაკება შეიძლება შესანიშნავი იყოს და ადამიანის, იმიტომ რომ ადამიანი არის ყველაზე დიფერენცირებული, სრულყოფილი, საკვირველი, უკვდავი, მარადიული არსება, ადამიანის სხეული აგებულია ოქროსკვეთში. ხატაც გდია. მაგრამ ნახეთ რას აკეთებს დავით კაკაბაძე. ის აკეთებს ორნამენტის ენაზე ანთროპომორფულ ქანდაკებას. ანუ აქაც ის მიმართავს
არაკის ენას და დიონისე არეოპაგელს რომ გაუხარდებოდა ისეთ რაიმე საკეთებს და ძალიან დიდი სივრცის მომცველია. მე თავისუფლებას ვაძლევ ხოლმე და ვამბობ საკითხავია ის რაიმეთი ჩამოუვარდება პიროსმანს. პიროსმანი ხო ვიცით რომ შუმერიდან დაწყებული რენესანსის ბაროკოს 1918 წლამდე მოდის და ავანგარდის ნიშნებიც კი არის აბსტრაქციების მის ძალიან დიდი მხატვარია. ზუსტად იგივე საკეთებს დავით კაკაბაძე და კიდევ უფრო მგონი გადის უძველეს პლასტებში კაცობრიობის ისტორიის. ეს ძალიან საგულისხმოა. აი თქვენ ბრძანებდით რომ რაღაცა მომენტში მოგვაგონებს ეს პრეისტორიულ ვეშაპის დიახ. ეს არის ნიკო მარი, შემდეგ სმირნოვი, ელენე ქურდაძე და ამას იზიარებს ახალგაზრდა ეთნოლოგი ჩვენი მერაბ მიქელაძე, რომ ეს თევზი ფეხზე დამდგარი თევზი, ვეშაპები ხო ფეხზე იდგა. ეს არის სიცოცხლის გიზ და მაკურნებელი თვისებების მქონე. ასე რომ არქეტიპში გავდივართ ამით. აშკარად ხო, ახლა ისევ დავით კაკაბაძის პიროვნებას რო დაუბრუნდეთ. დავითი იყო ძალიან მოკრძალებული ადამიანი ცხოვრებაში და ჩვენ ვიცით რომ ხენაყოფითი ცნობა. ასე არ დავით კაკაბაძის წყობაზე კიდევ უფრო დიდ ინფორმაციას გვაძლევს მამამისის ნესტორ კაკაბაძის პიროვნების წარმოჩენა. ნესტორი იყო არაჩვეულებრივი ადამიანი, მებორნე ქუთაისში, რომელიც დღედაღამე შრომობდა, რომ თავისი სამი შვილისთვის არტემის ცნობილი სარგის კაკაბაძისა და დავითისათვის მიეცა დიდი განათლება. და არის მოგონებები, როდესაც მას ბორნით გადაყავდა ხალხი, ის ფილოსოფოსობდა. ყოველთვის წიგნი ეჭირა ხელში. და ეს ნიშნავს მის სულიერ სიღრმეზე. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი არის მოწამეთას ისტორია. როგორც ვიცით, ამ უღმერთოებმა დაარბიეს მოწამეთა, გამოიტანეს წმინდა ნაწილები და შეიტანეს ერთი ებრაელის სახლში. და აი ამ სანახაობასავით მოყვებოდა ხალხი, არ ვიცი ვინ რას ფიქრობდა, ძნელია წარმოვიდგინოთ. და მოდიოდა ნესტორი და ხალხს ეუბნეოდა, რომ ეს არ გაეკეთებინათ. ეს წმინდა ნაწილებია. პრაქტიკულად ის გამორჩევით საჯარო აღმსარებლობას ეწეოდა დანადვლად შეეძლოთ მოეკლათ ის ამისათვის და ბოლოს მივიდა და უთხრა ნებომობეძი თუ ემთხვი ამ ნაწილებსო. ანუ ვინ იყო? დიახ, ვინ იყო? ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ასეთმა არაჩვეულებრივმა პატიოსანმა მშობლებმა დაბადეს ამისთანა დავითი. მაგრამ ჩვენ მაინც ისევ იმ კითხვას მივუბრუნდეთ. საიდან მოდის ცოდნა? ხო? ჩვენ ამ კითხვაზე არ გაგვიცია პასუხი. და ისევ თუ გავიხსენებთ იუნგი ამბობს რომ რაღაც არქეტიპული ცოდნა, პირობითად რო ვთქვათ არქეტიპული ცოდნა ადამიანებში არის. რაღაცა ცოდნა, რომელიც მათ აერთიანებთ, არ უსწავლიათ. ანუ ეს არის შინაგანი ცოდნა. ხა არსებობს ფსიქოლოგიაში ქვეცნობიერი და მე უფრო მიყვარს ჩემთვის რა თქმა უნდა, მე არ ვამბობ რომ ეს ყველამ უნდა გაიზიაროს. შინაცნობიერის ხმარება. რადგან ეს არის ის ცოდნა, რომელიც ადამიანს აქვს გულში. და არქეტიპების თეორია საბერძნეთმა ბოლომდე ვერ მიიყვანა. პლატონი ლაპარაკობს ეიდოსებზე, ანუ იდეათა სამყაროზე, მაგრამ ის ვინ შექმნა და რა ნიშნით არ ვიცით. გახსნა როგორც თავში ვავნიშნეთ ეს ქრისტიანობა. და სად აქვს ადამიანს ცოდნა? გულში. თუშებს აქვთ გულდგონობა. გულდგონ ხარდაო, მეკითხები. საოცარი და არის აი ესეთი მოსაზრებები, რომ გულს თავისი წილი გონებაც აქვს. თავისი წილი. და მე აქ მინდა მოვიყვანო წმინდა იოანე ოქროპირის ქადაგება შესაქმის მეხუთე დღეზე. ახლა წმინდა იოანე ოქროპირი რა მასშტაბის ეგზეგეტია ყველას მოეხსენება და თანაც მას პირდაპირ სული წმინდით შთაეგონებოდა. ის ყურადღებას ამახვილებს
უფლისაგან ადამიანისთვის ედემში ცხოველების მიყვანაზე. როდესაც უფალი ეუბნება ადამიანს, რომ მან დაარქვა სახელები. ადამი არქმევს სახელებს და უფალი ეთანხმება. და შემდეგ იოანე ოქროპირი განმარტავს, რომ ეს სახელები თავად უფალს ჰქონდა დარქმეული და იმისათვის რომ გაეცხადებინა, რომ ის მართლაც ხატად და მსგავსად იყო შექმნილი, ამიტომ ამ ხდომილებას უწყობს ხელს, რომ სამყაროში გაისმას ადამიანის ხმა, რომ ეს ცოდნა, რომელიც მას აქვს, ღვთისაგან აქვს მიცემული როგორც იარი ჭურჭლით. ისე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა ადამი არის მატრიცა, პირველ მშობელი და ის რაც ადამიანში არის ჩადებული, გადმოდის ყველა ჩვენგანში. ასე რომ ის ცოდნაც, რომელიც ადამიანს ჰქონდა გულში, ყველა ადამიანში არის გამოსული. გადმოსული. ოღონდ, აი როგორ უნდა გაიხსნას ის. მას თავისი გასაღები ჭირდება. როგორც კი დაეცა ადამი, ის ცოდნა დაიხურა. და წევან ჩვენ თქვით ნათლისღების შესახებ. ნათლისღების დროს ხდება ადამიანის გულში, მასში სულიწმინდის შემოსვლა და თუ დანცუდად არ მოიქცა და არ განდევნა სულიწმინდა, ის ხდება ჭური სულიწმინდისა და სულიწმინდა ხსნის ადამიანის გულს. აი საინტერესოა, რომ სულთმოფენობაში ქართველები ძალიან ხშირად ხატავენ სხვადასხვა ფერის შარავანდებს. ეს რას ნიშნავს? ეს არის მითითება, გარდა იმისა, რომ კიდე არის სხვა საღვთისმეტყველო აქცენტები, მითითება იმაზე, რომ ღმერთმა ადამიანებს სხვადასხვა ნიჭი მისცა. და ის სწორედ სულიწმინდის ძალით ხდება ამ ნიჭის განვითარება. იმდენად ძალიან მნიშვნელოვანია ნათლობა ადამიანისათვის. და რა საქმე რა არის, რომ ეს ზეტი დავითის აი ამ ყოვლად პატიოსანი, არაჩვეულებრივად განათლებული, გულისხმიერი, შეწირული და ანონიმი ადამიანის გულში, ადამიანისა, რომელიც ნესტორ კაკაბაძის შვილი იყო, ამოითესა ესეთი საოცარი გამოსახულება. ახლა რას ნიშნავს ზეტი? მოდით ჩვენ გავიაზროთ კიდევ მისი ფართო კონტექსტი თუ შეიძლება ხო? ესე იგი, ზეტი გვიჩვენებს განგმირული თევზი, რომ უფალმა, მოდით სხვანაირად გავაფორმოთ, იესო ქრისტემ განკაცებულმა ღმერთმა შეიერთა რა ადამიანი და იცხოვრა სრულად ადამიანური განზომილებით, გოლგოთაზე ჯვარცმით გამოიხსნა სამყარო, გახსნა ჯოჯოხეთი და გახსნა სამოთხის გადაკეტილი კარები და ცადამიწა შეაერთა. ეს დამეთანხმებით, რომ არის სამყაროს შესაქმნის, დაცემისა და გამოხსნის უზოგადესი კაცობრიული ფორმულა. მაგრამ რა არის საგულისხმო, რომ ეს ფორმულა არის საქართველოს ჩვენი კულტურული პარადინგმის უზოგადესი ბილიკის მომნიშნელით, რადგან მთელი ჩვენი ქართული კულტურის ისტორია გვიჩვენებს, რომ ჩვენი გზა არის სიცოცხლის ხიდან გოლგოთამდე და გოლგოთიდან ზეციური იერუსალიმამდე. და რატომ ზეციური იერუსალიმამდე? თვითონ უფალმა ინება, რომ ჩვენი მიწა და ჩვენი კულტურა ამით შემკო, ამას სხვა სახელი არ ქვია. მეშვიდე და მერვე დღის მიწათმოქმედება, ჩვენ ამ სხვა გადაცემაში ვისაუბრეთ ამაზე. ასე რომ ზეტი, როგორც სიცოცხლის ხე, როგორც ხის მასალის მატარებელი, ასევე თავისი შინაარსით ქართული კულტურის პარადინგმის გამომხატველია. ის სვეტიცხოვლის გამომხატველია. სვეტიცხოველი ერთდროულად არის უფლისაგან დედამიწაზე გადმონერგილი ედემის სიცოცხლის ხე თავისი სამსკნელოვანი კავშირით, ხე რომლის ყველა ნაწილმა გაიარა გოლგოთა. ანუ სვეტიცხოველი როგორც სიწმინდე, სიცოცხლის ხის და გოლგოთის წარმოუდგენელ ერთიანობას გვიჩვენებს. ახლა როგორ? კვართი თავისთავად არის ჯვარცმული უფლის ერთადერთი, რაც მას სამყაროში დარჩა. მისი ქსოვილი, ღვთისმშობლის, მისი პერანგი, ღვთისმშობლის მიერ მოქსოვილი, რომელიც სასწაულებრივად მასთან ერთად იზრდებოდა და პერანგი, რომელიც ყველაზე ახლოს ეხებოდა უფლის სხეულს და პერანგი, რომელიც სინონიმია სხეულის. პრაქტიკულად მცხეთაში უფალმა დადო ახალი საფლავი. მოხდა იერუსალიმში გამოხსნა, მაგრამ მცხეთაში როგორც ახალ იერუსალიმში დაიდო
ახალი საფლავი. ახლა რაც შეეხება შუასკნელს. როდესაც წმინდა ნინო ჩამოდის საქართველოში კვართისძიებით, მას კვართზე ამოსული ხვდება ლიბანის ნაძვი, რომელიც ასევე ალუზია სიცოცხლის ხის. აი ეს ნაძვიც კი მოიკვეთა იმისთვის, რომ სვეტიცხოველი ჩამოყალიბებულიყო ის, მოიკვეთა მისგან გამოჭრილი სვეტი ვერ ასწიეს, მაგრამ საღვთო განგებულებით წმინდა ნინოს ლოცვით ის იქნა სადაწეული და იქიდან ჩამოდის ცეცხლის და ნათლის საბლარნელით მოსილი, ზეგრავიტირებული, თვითმფლობელი და იქ ყალიბდება მიწიერი ეკლესიის სიმბოლო, ცხოველსყოფელი სვეტი, საიდანაც გამოდის მირონი. აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზ გულაბერიძე მე-12 საუკუნის საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი თამარის დროინდელი თავის ხოტბაში 6-ჯერ უწოდებს ღვთისმშობელს სვეტს და სვეტს ღვთისმშობელს. ან ღვთისმშობელი როგორც მიწიერი ეკლესია და ეს სვეტი არის, ასე ვთქვათ, ამ სიცოცხლის ხის მიწიერი ეკლესიის ნაწილის მომცველი. ხოლო არაერთხელ გვითქვამ სხვადასხვა კონტექსტში გვირგვინი ამ სიცოცხლის ხის, მისი ვარჯი არის დავით აღმაშენებლის გამოცხადების შესაბამისად თავად ჯვარცმული და შემდგომში ამაღლებული მაცხოვარი. ძველი დღეთა, რომლის საყდარი სწორედ სვეტიცხოველშია და სვეტიცხოველი ამ თვალსაზრისით ახალი აღთქმის სიცოცხლის ხე, ბილიკი გოლგოთიდან, უკაცრავად ბილიკი ედემიდან გოლგოთამდე დანერგული თანაწარსადინელთა წყალთასა, როგორც ედემში გულისხმობ ცხეთას ევრაზიის კონტინენტის ცენტრის ცენტრში და ზეთი ამ თვალსაზრისითაც არის ქართული პარადიგმის გამომხატველი და ბოლოს თვითონ დავითის ცხოვრება. 1900 მე არ შემიძლია ეს ფაქტი არა ვთქვა, ძალიან მტკივნეული. ჯერ ხო ყოველღამე ეშინოდა არის ჩანაწერები დავითის, რომ ყოველღამე ის კანკალებდა და მოელოდა, რომ მოვიდოდა რაღაც ემადინი საშინელი მრისხანე მანქანა და დააპატიმრებდნენ. უშველა როგორც შეცავს მხოლოდ იმან, რომ მისი ცოლის და იყო სპარსეთის ელჩის მეუღლე და რაღაცა ცოტა და ალბათ საღვთო განგებულება. მაგრამ ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ დავითის მთელი ცხოვრება ეს იყო მოწმობა ზეტისადმი ერთგულების. მან გაუშვა ახალ ბაბილონში, როგორც ვთქვით, ახალ ბაბილონში გაუშვა ზეტი, როგორც კაცობრიული ცხოვრების სიმბოლო, მთავარი სიმბოლო, დაცემისა და გამოხსნის. ქრისტეს იქით არ არის ჭეშმარიტება, მაგრამ თვითონ მოდის თავის ქვეყანაში და ამოწმებს, რომ ის ერთგულია მას არ ეშინია სიკვდილის. მიუხედავად დიდი გაფრთხილებისა. და აი ამ კაცს 1948 წელს თქვა, არ ვიცი იმ კაცის სახელი და გვარი ვინც ეს ჩაიდინა. მოდი ნუ ვიტყვით, ღმერთმა აპატიოს იქნება ამან მაინც უშველოს. დაწერა განცხადება, რომ ფერწერის კათედრის პროფესორმა დავით ნესტორის კაკაბაძემ ვერ უზრუნველყო სტუდენტების სოციალისტური მეთოდით აღზრდა, განთავისუფლდეს 1948-59 წელს თანამდებობიდან. ეს დავითისთვის სიკვდილი იყო. და საერთოდ დავით კაკაბაძე ცოტა ძნელად მიიღო საქართველომ. ნამდვილად ცოტა ძნელად. როდესაც მან ერთ-ერთი გამოფენა მოაწყო, ვერ გაიგეს და შებედეს რაღაცეები. ამ დროს საგამოფენო დარბაზში შემობრძანდა კოტე მარჯანიშვილი და ყველა გაისუსა. კოტე მივიდა დავითთან. დიდი მადლობა გადაუხადა, გაამხნევა და მიულოცა ეს გამოფენა. კოტე როგორც თეატრალი, აბსტრაქტული ფორმის, კარგი მცოდნე იყო და ამის შემდეგ მინდა გითხრათ, რომ ასეთი ასოციალურად დარჩენილი დავითი მთელი ცხოვრების მანძილზე შეიფარა ქართულმა თეატრმა და კინომ. და აი შემდგომში ბატონმა გრიგოლ აბაშიძემ, რომელიც ხელმძღვანელობდა ჟურნალ დროშას, მხატვრად გააფორმა დავით კაკაბაძე და იქ რაღაც კაპიკებს იღებდა ასევე. ხა ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ ზეტი ეს არის ორნამენტის ენაზში ჩაშიფრული ფერწერისა და ქანდაკების განზომილება. და საიდან მოდის ასეთი ხედვა? ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ დავითმა 2000 ჩანახატი ორნამენტის შეასრულა. გარდა მაგისა, ის ძალიან ბევრს მუშაობდა ქართული საეკლესიო არქიტექტურის ფიქსირებაზე. და მე მინდა გითხრათ, რომ ის ჩვეულებრივი სი არა, რომ გაივლიდა, ჩააჩხაკუნებდა და მიდიოდა. ცხოვრობდა
ძეგლზე, სწავლობდა რამდენიმე დღის განმავლობაში განათების რეჟიმს, არჩევდა განსაკუთრებულ ხედვის წერტილებს და ის სევეროვის ცნობილი ალბომი, რომ არის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლები. გაირკვა, რომ ფოტოების უმეტესობა დავითის გადაღებულია. უბრალოდ რუსეთში დაბეჭდვის დროს მიზანმიმართულად წაშალეს დავითის სახელი და შემდეგ არსებობს ჩანაწერი სევეროვის როგორ უხდის ბოდიშს. ამაზე. ანუ დავითი ხედავს ქართულ არქიტექტურასაც და ქართულ ორნამენტსაც. ძალიან საინტერესო არის მისი კონცეფცია. ის ამბობს, რომ ქართული არქიტექტურა და ქართული ორნამენტი ერთი კოდით არის გაკეთებული და რომ ქართული ორნამენტი ზუსტად ისეთ კონცენტრაციაში არის კედლის ზედაპირზე, რომლითაც გამოხატავს ის თავის აზრის. შემდეგ აქვე მინდა მე კიდე ერთ აზრს გავუსვა ხაზი, დავითი ამბობს, რომ ორნამენტი არ არის სამკაული. ის აუცილებლად საგნის საზრისის გამომხატველია. ეხლა ძალიან საინტერესო, ანუ რა გამოდის? ის არის საგნის შემეცნება. ანუ ხდება საგნის შემეცნება, მისი არსის გამოტანა, აბსტრაგირება და მერე მასთან მიახლება და მასთან დაფიქსირება, როგორც მისი საზრისის ნათელყოფა. ეს ძალიან მაღალი აზრია ორნამენტის. აი თუ გავითვალისწინებთ ეტიმოლოგიას ქართული სიტყვისა შემკობა, რაც ნიშნავს ის მკაცთან არის დაკავშირებული. ჯერ ხდება გამოკობა, გამოტანა და მერე მისი ახალი ფორმით შემკობა უკანვე დაბრუნება. ეს ძალიან მაღალი საზრისია ორნამენტის გაზრების. აგრეთვე აქვე ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ გვაქვს წარმოუდგენელი კულტურა ორნამენტის. ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა. ახლა რა თქმა უნდა, ორნამენტი ყველა სხვადასხვანაირი აქვს, მაგრამ ქართული ორნამენტი ასევე საკვირველად გვიჩვენებს ხისა და სიცოცხლის, აი სწორედ განღმრთობის თავისებურ სახეს, არაკულ სახეს. ჩვენ ვამბობთ, რომ ქართული ტაძრები შემკულია მცენარეული ორნამენტით. დააკვირდები რა მცენარეების მცენარე. სად არის? მაგრამ იქ არის სწორედ მცენარის, როგორც ვეგეტაციის, როგორც გამრავლების, როგორც სიკვდილის შემდეგ აღმოცენების არაჩვეულებრივი იდეოგრამებია შექმნილი. და დავითის ეს ქანდაკება ნამდვილად იმ აზროვნებიდან იღებს სათავეს, ანუ შემიძლია ვთქვა ის რაც გავიმეოროთ, ის რაც დასაწყისში ვთქვით, რომ დავითი თვითონ თვლიდა, რომ ეროვნული არ უნდა იყოს კლიშედ ქცეული, არამედ ეროვნული უნდა იყოს გაახლებული,ახლებული საზრისით წარმოჩენილი და ამ თვალსაზრისით მისი ზეტი არის, რა თქმა უნდა, ქართული ორნამენტული აზროვნების ისევ სესხები თექტევა კინწურაშვილს პლასტიკური ორნამენტი. ოღონდ არა მარტო ეპოქის, ის არის მთელი 8000-ლიანი ქართული კულტურული პარადიგმის კონსტანტა. და მე ერთ-ერთ მოხსენებაში მეწერა ეს კონსტანტა, რომელიც გვაგონებს ჩონგურს, რომელსაც აქვს ერთი უძრავი ბგერა, ზილი, რომელიც არის თითქოს საზომი მთელი სამყაროული საზრისის. და სხვა შემთხვევითი არ არის, რომ ზეტის დაგვირგვინება ეს სპირალი, რომელიც გავს მართლაც ხის ინსტრუმენტების დაბოლოებას, ასოცირდებოდა სხვადასხვა თვითონ აბსტრაქციონისტების მიერ ევროპაში სხვადასხვა საკრავთან. და ბოლოს ალბათ უნდა ითქვას, შემთხვევითი არ არის, რომ დღეს 2026 წელს მოხდა ჩვენგან ზეტის აი ასეთი გაზიარება. რადგან ეს არის წელი საქართველოში ქრისტიანობის გამარჯვების, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების წელი წმინდა ნინოს, წმინდა მირიანისა და ნანას უდიდესი ღვაწლის გამომზეურების და ალბათ არ შევცდებით თუ ვიტყვით, რომ ამ დღესასწაულს უერთდება დავით კაკაბაძე, როგორც უერთგულესი მცველი, სწორედ იმ ღირებულებისა და შემთხვევითი არ არის, რომ წელს არის საიუბილეო 100 წელი ზეტის. ნამდვილად შემთხვევითი არ არის და ულამაზესი ფინალი გვაჩუქეთ ქალბატონო ასმეთმა, ძალიან საინტერესო ლექცია, დიდი მადლობა.
თქვენ დიდი მადლობა, კიდე ერთხელ ვიტყვი, რომ ეს ზეტი დიდი ხანია ჩემი შემეცნების პიროვნულის პარალელურად იბადებოდა, ცხადდებოდა და ხან სად ვაპირებდი ამის წარდგენას, ხან სად და მადლობა ღმერთს და დიდი მადლობა თქვენ, რომ მომეცა საშუალება, რომ სწორედ თქვენი ღანის პროგრამაში გამეცხადებინა ეს როგორც საოცარი ქმნილება. მე ერთ ფრაზას ვიტყვით, თუ ნებას მომცემთ კიდე, რომ დიდი მადლობა, რა თქმა უნდა, თქვენ და მადლობა ღმერთს, რომ შეგვიძლია ესეთი პროექტის განხორციელება. ამას რა თქმა უნდა ახალგაზრდებისთვის ვაკეთებთ, მაგრამ აი ჩვენი მხრიდან იქნება ნამდვილად სწორი და უპრიანი, რომ ვთქვათ, რომ არა ბატონი ლევან თარგამაძე, რომელმაც წამოიწყო ეს და რომლის მხრებზეც არის ეს ყველაფერი, რომ არა მისი გულიდან მომდინარე და მისი, ასე ვთქვათ, შესაძლებლობიდან გამომდინარე ენერგია, ჩვენ დღეს ვერ შევქმნით ესეთ პოდკასტებს. ნამდვილად მე მქონდა დიდი ბედნიერება ბატონ ლევანთან კონტაქტის ეპიზოდურად და წარმოუდგენელი სიღრმე გამოვლინდა მისი პატრიოტული ხედვის, ქართული კულტურის სიყვარულის, წყურვილის, რომ ის რაც დაფარულია ჩვენი დაცემულობის გამო დღეს გაცოცხლდეს და წარმოჩნდეს. ეს არაჩვეულებრივია, როდესაც ბიზნესმენისთვის მთავარი ხდება, აი სად იხსნება მისი გული, რომ ასეთი საუნჯე გაიხსნას და კიდევ გაიხსნას და გახდეს აქტუალური და საფუძველი ჩვენი სულიერი გადარჩენის. მადლობთ.